დიქტატორებს არ აქვს ძალა. მათ გააჩნიათ მხოლოდ ძალადობა. ეჟი ლეცი. საქართველოში დაწყებული საპროტესტო ტალღა, როდესაც ქუჩებში 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა, საქართველოს მოქალაქეების საოცრად დიდი ორგანიზებულობით და სიმშვიდით გამოირჩეოდა. პროტესტის ასეთი მშვიდობიანი ფორმა მართლაც რომ განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო და ამაზე ხმამაღლა საუბრობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია. გამოყენებული იქნა პროტესტის შემდეგი ფორმები: პიკეტირება, სირცხვილის დერეფანი, წყლის შესხმა, რაც კანონით არ არის აკრძალული. მით უმეტეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტიურად ლეგიტიმაცია მისცა ეგრეთ წოდებულ წუწაობას. ადამიანი ვიღაცას წუწავს აივნიდან. თავისთავად ეს შეიძლება იყოს ცუდი ხუმრობა, მაგრამ ის რომ ეს არის კრიმინალი და დანაშაული იმ ფონზე, როდესაც სახუმაროდ ცადია წუწაობას თამაშობს უკაცრავად. საწუწაოდ არ ცალია და შეიძლება ეს იყო იმ მომენტში არასწორი ან ბავშვური საქციელი და ამის დარქმევა კრიმინალად და ამის მონათლა კრიმინალად იმ ფონზე, რასაც ჩვენ ამ დღეების მანძილზე ვხედავთ, რომ უბრალოდ არასერიოზულია, ხო? ხელისუფლებამ მაინც მოახერხა კანონსაწინააღმდეგო ქმედების პროვოცირება. მოგვიანებით ტელევიზიებით გავრცელებულ კადრებში ადამიანებმა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული ზონდერბრიგადის წევრები ამოიცნეს. სწორედ მათ მოახდინეს ქვებისროლის პროვოცირება. ამ ინციდენტის შემდეგ კადრებზე გამოჩენილი არც ერთი ადამიანი, ვინც ქვებს ისროდა, სცემდა და სასტიკად უსწორდებოდა მომიტინგეებს, დაკავებული არ ყოფილა. დააკავეს და 30 დღიანი პატიმრობა ადმინისტრაციული სასჯელის სახით მიუსაჯეს მხოლოდ ოპოზიციონერ ახალგაზრდებს: დათო ფაცაციას, კახა ბეიტრიშვილს, კახა გიორგანაშვილს, მამუკა ბალიაშვილს. შინაგან საქმეთა სამმართველოსთან განცხადების გასაკეთებლად მივიდნენ დაკავებულთა მეგობრები და თანამებრძოლები. აქცია უკიდურესად მშვიდობიან ხასიათს ატარებს და კანონის არც ერთი მოთხოვნა დარღვეული არ არის. დაცულია 20 მეტრიანი დისტანცია შენობასთან. არ არის ბლოკირებული შესასვლელი. არის მის არანაირი მოწოდებები. ახალგაზრდები ამ ნაბიჯს დგამენ სრულიად გაცნობიერებული პასუხისმგებლობით და აცხადებენ, რომ თითოეული დაკავებული ახალგაზრდის ნაცვლად მათ ადგილს დაიკავებს ორჯერ მეტი ახალგაზრდა, რომელიც იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებამდე. საბანაძე, მერაბ ჭიკაშვილი, ნათია ქობალია, რევაზ სოხაძე, გიორგი სიხარულიძე, ვახტანგ მაისურაძე, ანა ანდრონიკაშვილი, ვალერიან წულაძე, მირიან შირიკაძე, ნათია ჯიმშიტაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, გიორგი ნებიერიძე, ლუკა წულაძე, ზურაბ ქადაგიძე, ვატო პილანიშვილი. მარჯვენა მხარეს კარგად ჩანს, როგორ გამოცვიდნენ ქუჩის კუთხიდან სპეცდანიშნულების რაზმები და როგორ დაესხნენ თავ მშვიდობიან მომიტინგეებს. ალყაში მოაქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ. კადრებზე კარგად ჩანს, რომ დარბევაში მონაწილეობენ როგორც პოლიციელის ფორმიანი, ისე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი, რომელთა სტატუსი და შემადგენლობა აბსოლუტურად გაურკვეველია. სადამსჯელო რაზმი შეიარაღებული იყო ხელკეტებით, რკინის ჯოხებით, კასტეტებით, ჩაქუჩებით, რკინის ჯაჭვებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა სპეციალური საიდენტიფიკაციო ფორმით, მიზანმიმართულად სასტიკად იქნა ნაცემი. ხელისუფლებას ვერ ექნება პასუხი, რატომ დაესხნენ დამშელები თავს ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც არანაირ ანტიკონსტიტუციურ ქმედებასაც ჩადიოდნენ. მომიტინგეები და ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ თავდამსხმელები მიზანმიმართულად სცემდნენ ზურაბ აბაშიძეს. უნდათ გასწორებოდნენ დავით გამყრელიძეს, რომელიც მხოლოდ გვერდით დგომი ადამიანების წყალობით გადარჩა. ზურაბ აბაშიძე კი ცხვირის მოტეხილობით და თავის არეში მიყენებული ტრამვებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. და ეს იყო ძალიან მშვიდობიანი აქცია, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ყველა წესის დაცვით, დისტანციის დაცვით და ასე შემდეგ. და ყველა სამმართველოდანაც, ზედა ქუჩიდანაც, მაიაკოვსკის ძეგლის მხრიდანაც, ყველა მხრიდან ალყაში მოგვაქციეს და დაგვიწყეს უმოწყალო ცემა. ეს იყო ნამდვილი სასაკლაო, როდესაც პირდაპირ თავში უტყამდნენ, აგდებდნენ და ფეხებით და ხელკეტებით სცემდნენ, წაართვეს უმეტესობას კამერები.
ტელეკომპანიებმა მაესტრომ და კავკასიამ იმ დღესვე განაცხადეს, რომ ინციდენტის დროს მათ გადამღებ ჯგუფებსაც დაესხნენ თავს. ორივე ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მაუწყებლობა. თუ იქნება თავდასხმა ჟურნალისტზე, თუ იქნება ცემა ჟურნალისტის მუშაობაზე ხელის შეშლა, მუხარა და ასე შემდეგ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში გაიფიცოს ყველა მედია საშუალება მანამ სანამ არ გადადგება ვანო მერაბიშვილი. მოგვიანებით მედია საშუალებების ნაწილს კამერები და ფოტოაპარატები დაუბრუნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, მაგრამ მათზე უკვე წაშლილი იყო კადრები. თვით ის ფაქტი, რომ კამერები სამინისტროს შენობაში დაუბრუნეს და არა სამმართველოში, მეტყველებს, რომ მათ ცენზურა სწორედ ვანო მერაბიშვილის უწყებაში გაიარეს. იღომში თბილისის მთავარ სამმართველოსთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. თქვენთვის უკვე ცნობილია, შუა დღისას დაახლოებით 2 საათისთვის, დაახლოებით 100-მდე შედარებით ახალგაზრდა პიროვნებამ გადაკეტა პოლიციის ეზოში შესასვლელი გზა. მოპიკეტეთა შორის სამართალდამცავებმა ამოიცნეს 3 ეჭვმიტანილი, რომელიც პარასკევს დეპუტატებზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდნენ და დღევანდელ დღემდე იყვნენ მიმალვაში. სამწუხაროდ ახალგაზრდებმა არ მისცეს პოლიციის თანამშრომლებს ეჭვმიტანილების ჩვეულებრივი პროცედურით დაკავების შესაძლებლობა და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა. მე აქ უკვე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა თავისთავად ძალიან სერიოზული კანონდარღვევაა. აქ სამწუხარო ის როგორც ყოველთვის ქალბატონმა სკულაძემ ტყუილი თქვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში იმ კანონდარღვევებს ასახელებს, რომელიც პოლიციელებმა 15 ივნისს ჩაიდინეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161 მუხლის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ან და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იწულება, თუმცა ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა ვთქვა, რომ ძალიან წუხარ და უფრო მეტიც ბოდიში მოუხადო ჟურნალისტებს იმისათვის, რომ დღეს არ მიეცათ თავიანთი სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობა. ქალბატონ სკულაძეს და ხელისუფლებას არა აქვთ უფლება დანაშაულზე პასუხისმგებლობა ბოდიშის მოხდით აიცილონ. გარკვეული დაზიანებებიც კი მიიღეს ჟურნალისტებმა, რამდენიც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ჩვენი შეცდომა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიარებს, იმიტომ რომ პირველ რიგში პოლიციის ვალდებულება უზრუნველყოს ნებისმიერ ადგილას ჟურნალისტების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ასევე მათი უსაფრთხოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსხვავებით პოლიციისგან კანონის სახელით დაისაჯნენ ახალგაზრდები, რომელთა ნაწილი ადმინისტრაციული წესით 30 დღით დააკავეს შინაგან საქმეთა სამმართველოს იზოლატორში. ნაწილს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯეს. დღეს საჯელს 19 ახალგაზრდა იხდის, რომელთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო იმ დღეს საავადმყოფოებს 100-ზე მეტმა ადამიანმა მიაკითხა. ეს კადრები, რომლებიც საავადმყოფოებშია გადაღებული, კარგად ასახავს, როგორი ფორმით გაუსწორდნენ ადამიანებს. ცემა და შეურაცხყოფა გაგრძელდა დაკავებულების მიმართ შინაგან საქმეთა სამმართველოს იზოლატორშიც, რის შესახებაც სახალხო დამცველი სოზარ სუბარიწყიაც საუბრობს. და აღშფოთებას ვერ მალავს იმ ფაქტების გამო, რომელიც თვითონ იხილა. ხუთივე დაკავებულს აქვს უძიმესი დაზიანებები სხეულზე, თავზე, სახეზე. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აი ვერ ვწვევით ელემენტარულად იმდენად გვტკივა გვერდები, რომ აი თანიკულად გვიწევს, რომ მთელი ღამე ესე ვზივართ და თავს ვერ ვდებთ, იმიტომ რომ თავი დალილავებული აქვს მთლიანად, აი ესეთ დღეში არიან. რაც თავარია ის, რასაც ყვებიან, სად მოხდა მათი ცემა, ყველას ისტორია არის ერთნაირი, თუმცა არც ერთ მათგანს ერთმანეთი არ უნახავს. ყველანი შეათრიეს შიგნით და შიგნით იყო უსასტიკესი ცემა გაატარეს ამ ეწოდებულ სირცხვილის კორიდორში, სადაც მათ ურტყამდნენ ყველა პოლიციელი, რიგში იდნენ ადამიანები, რომ ჩვენც ურცემოთ. ვიღაც ფოტოგრაფი, რომელიც თქვა დაჩი წაგურია სურათებს იღებდა და ამბობდა, აჰა, ხო ნახე ახლა გასრესილი და შენ სურათს ჩამოვიკიდებოთ ახში, რომ დავტკბე მისიც ქეთო. ასეთ საშინელი შემზარავ ისტორიებს ყვებიან და რაც თავარია დაზიანებები, რომლებიც მათ აქვთ, გარწმუნებს, რომ ყველაფერი არის სიმართლე. საავადმყოფოში ვინახული გიორგი ბექაური, რომელსაც ხელსხეულზე ადგილი არ აქვს, რომელიც კონდეს მთელი დაზიანებების გარეშე და 60 ნაკერი ადევს ელემენტარულად, მათ შორის 15 თავზე. ამავე დროს მინდა ცალსახად განვაცხადოთ და ძალიან მკაფიოდ, რომ კანონის დარღვევას იმდას ადგილი არ ქონია, მაგრამ ერთი წუთის დრო დაუშვათ, რომ ამ ადამიანებმა დაარღვიეს კანონი.
მიუხედავად ამისა, მათ მიმართ გამოჩენილი სისასტიკეს არ ჯდება არანაირ საზღვარში. პოლიციას მათ რო დაერქვათ კანონი, პოლიციას უნდა გააფრთხილებია და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოეყენებინა ძალა. ამის დასავლად პოლიცია მოაქცია ისინი ალყაში, თითქოს იყო საბრძოლო მოქმედება, კარგად დაგეგმილი, როცა მტერს თავს ესხმი და ბრძოლა მიდის მტრის განადგურებაზე. მოაქციეს ალყაში, რომ გასაქცევი არ ქონოდათ და მიდიოდა კეპვა თითოეული მათგანის. კეპვა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, ჩეხეთის და საფრანგეთის ელჩებმა. სწორედ მათი განცხადებები გამოიყენა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამართლებისთვის მიხეილ სააკაშვილმა. მე თავს ვგრძნობ მშვიდად, მტკიცედ და მხნედ. თუ საჭიროა ციხეში უფრო მეტ ხანს ვიქნები, თუნდაც წლები. ვფიქრობ, ჩემი პროტესტი უნდა დაფიქსირდეს და ეს ბუნებრივია. უბრალოდ არსებული უსამართლობა მართლა მძრგუნავს და მაღელვებს. ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს სიტყვები ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდის, დავით ფაცაციას წერილიდანაა, რომელიც შინაგან საქმეთა სამმართველოს იზოლატორიდანაა გამოგზავნილი. ხელისუფლება ვერ შეძლებს ასეთ ახალგაზრდებში უსამართლობასთან ბრძოლის ჟინით ჩაკლას. ბრძოლა გრძელდება.